საზმაუსველებს მადლობა საზმაუსველებს ურმეში მადლობა საზმაუსველებს აუცილებლად მე ყოველთვის ვიძახი რომ არაფრის დიდებით ეს ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის და ძალიან მალე ჩვენ დავინახავთ ჩვენი ბრძოლის შედეგებს და ამ ადამიანებსაც მიეცემათ თავიანთი საქმიანობის შესრულების საშუალება ურმეში მადლობა თავიანთი ღირსეული ბრძოლისთვის და იმ მაგალითისთვის რაც მთელი მედია სივრცისთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის რეალურად მაგალითი 12 წელი ეს ხალხი ქმნიდა უნიკალურ გადაცემას რეალურ სივრცეს რაც იყო სტანდარტი ქართულ და ალბათ არა მხოლოდ ქართულ მედია გარემოში რომელიც პოლარიზებული იყო ყოველთვის და ორიენტირებული იყო გარკვეულწილად სიყვითლეზე, მაგრამ ეს ხალხი ამ სტანდარტს ინარჩუნებდა, ყოველთვის იყო ორიენტირებული რეალურ სახალხო საზოგადოებრივ პრობლემებზე, ის რაც ჩვენ ყველას, ის რაც ყველაზე ჩაგრულ ჯგუფებს აწუხებდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის გარეთ ემიგრანტებსაც, ხო? ამიტომ უღრმესი მადლობა ამ ხალხს რომელმაც 12 წლის განმავლობაში საკითხი თემა არ დატოვა, ასე ვთქვათ, უყურადღების გარეშე და კიდევ რამდენ ნამდვილ და რამდენ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებდნენ, რო არა ეს რაღაცა მავნებელური პოლიტიკა, რაც მათ დაუპირისპირეს, თუმცა როგორც ვთქვით, ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიბრძვით, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცვლილებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის. დღეს ეს ადამიანები ისაუბრებენ აი ბოლო დღეებში მათ გადაწყვეტილებაზე, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე ამბებზე, შეიძლება ემოციურ მხარეებზეც, რაც ამ პროცესებს ახლავს, რაც პირადად ჩემთვისაც რომ უყურე იმ აქედან გაკეთებულ განცხადებას ძალიან ემოციური იყო და შეიძლება შემდგომ ასე ვთქვათ მათ ნაბიჯებზე თუ რაიმეს ფიქრობენ, მაგრამ ყველაფერში მოკლედ ისინი არიან თავისუფლები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მთელი გულისყურით გისმენთ თქვენ. აუ სამწუხაროდ ეს გადავიდეთ. არ გაგიშვა. ფერებში. აი უყურეთ ლაივებს მეგობრებო. სალამი მეგობრებო. ჯერ ესეთი უნდა გითხრათ, რომ არ არის მარტივი ამ შენობის კიბეზე ჯდომა. მე ბოლო დროს ძალიან აქტიურად დავიწყე ამ შენობის ისტორიის შესწავლა და ამ ქვეყანას ამ შენობის კიბეზე ჯდომა არა კარგად დაცდი. ამიტომ ეს ტრაუმული გამოცდილება არსებობს სხვათა შორის და თანაც უნდა ვაღიარო, რომ გულწრფელად ვერ იდებოდი, ადრეც იყო შემოთავაზება, რომ ამ სახალხო ეთერში მიგოღო მონაწილეობა. ჩვენ ვიკავებდით თავს იმიტომ, რომ რაღაცნაირად გვეგონა, რომ ჩვენი ვალი იყო, რომ თქვენ აქ გარეთ კი არ მდგარიყავით და გელაპარაკათ, არამედ ვალი იყო, რომ თქვენ შიგნით საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით დაგთმობოდათ ეთერები, რომელიც სამწუხაროდ რასაც შერჩევითად ან საერთოდ არ დაგეთმოთ. ჩვენ 30 აპრილს მივიღეთ შემოთავაზება მენეჯმენტისგან და ეს შემოთავაზება ახლა შინაარსში რო არ შევიდეთ თავისი არსით მოგვიწოდებდა ჩვენ რომ ჩვენივე ხელით მოგვეწერა ხელი იმ გადაცემის დახურვაზე, რომელსაც 12 წელია ვაკეთებთ. და ასევე რაღაცნაირად ეს ბრძანება თუ დოკუმენტი ირიბად მოგვიწოდებდა, რომ არ შემდგარიყო რაღაცნაირად სოლიდარობის აქტი. იმიტომ რომ მე ესეც წარმოდგენა მაქვს, რომ ყველაზე მეტად აი ამ სოლიდარობის და თანამშრომელთა გაერთიანების შიში აქვს ნებისმიერ მენეჯმენტს, რომელიც აქ არის. და ეხლა მხოლოდ ამ მენეჯმენტზე არ არის ლაპარაკი. მე მგონი ისტორიულად იყო ეს პრობლემა ამ არხზე. მოკლედ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ არ ვაწერთ ამას ხელს, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ ჩვენთან გაწყდა კონტრაქტი, რაც პრინციპში ვთქვით კიდევაც.
გუშინ პრესკონფერენციაზე და ამით აი ამ მოცემულობით რეალური სივრცე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა. და ჩვენ უკვე დღეს მივიღეთ შემხედვი დოკუმენტი მენეჯმენტისგან, რომელიც გვეუბნება, რომ 13-ში ჩვენ რეალურად დავასრულებთ ამ არხზე მუშაობას 13 მაისს. აი ეს არის მოკლედ პრინციპში. სხვა რა შემიძლია ვთქვა? აი აქ ვართ ჩვენ, თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები ჩვენთან, ჩვენ შეგვიძლია გაგცეთ პასუხი გულწრფელად იმაზე, რას ვაკეთებდით 12 წლის განმავლობაში, რას ვაკეთებდით ბოლო პერიოდში, როდესაც გავერთიანდით ჩემი აზრით ძალიან მამაც ხალხთან ამ არხზე და შევქმნით ეს საზმაოს მცველები. ნებისმიერ კითხვაზე შეგვიძლია გულწრფელად გიპასუხოთ. გამარჯობა, მადლობა ძალიან დიდი, მადლობა იმისთვის, რომ თვეების განმავლობაში ესე მიზანმიმართულად მოდიხართ და ითხოვთ იმას, რაც ყველა ჩვენგანის ქვეყნის მოქალაქეების არის, იმიტომ რომ რასაც ვაგვირდები და რასაც ვხედავ, პირველი არხის ეთერი არის რაღაცნაირი პრივილეგია და სრულიად არახელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისთვის, ხო? რატომაც შევიკრიბეთ საზმაოს მცველები, რატომაც გავერთიანდით ეს ადამიანები, ზუსტად ეს იყო, რომ ვილაპარაკოთ იმ ამბებზე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გადაგვხდება ხოლმე. და ამ ამბის მხრობელები არიდნენ პოლიტიკოსები ან ოფიციალური უწყებები და ამ უწყებების წარმომადგენლები. ხო, დაუთმეთ ეთერი ადამიანებს, რომლებიც რაღაცა უსაშუალო სიძნელეებს გადიან ხოლმე ყოველდღიურად, ხო, იქნებიან ესენი აღაროელები, შშმ პირები, ადამიანები, რომლებსაც გზა არ აქვთ, რომ სახლამდე მივიდნენ, ისინი, ვისაც სახლები გაუნგრიეს, მწვანესებისები წაართვეს და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც ვხედავთ, რომ ჩავთავთ ხოლმე მოამბის გამოშვებებს ან ტოქ-შოუებს, რომელიც პირველ არხზე ჯერ კიდევ გადის, ვხედავთ ძალიან ფრაგმენტულ ამბებს, რომელიც ნაწილობრივ არის ხოლმე ჩვეულებრივ სიმართლე. და როცა ვადარებთ იმ რეალობას, რომელიც ირგვლივ ხდება და გადასარევად ხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სრულიად განსხვავებულია, ხო, რაღაცნაირი დეფორმირებული რეალობაა, ხო, ძალიან მცირე ნაწილები მოწოდებული, რომლის შეგოწიწება რთულია და თუ მხოლოდ პირველი არხის მაყურებელი ხარ, უბრალოდ გამოგრჩება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, არ გეცოდინება რა ხდება შენს გვერდით. ეს არის პრინციპში თავარი მოთხოვნა, რომელიც გვქონდა დღემდე. და მე რასაც ვხედავდით, აი თქვენი მოსვლით, ის ამბები, რაც საზმაოზე უნდა ყოფილიყო, შუქდებოდა აქ საზმაოს კიბერთან. ხო, რაღაცა სკოლაში ყვების აუცილებლობაზე, იმაზე, რომ ადამიანებს უჭირთ, იმაზე, რომ ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. ხო, ამას თითქოს ანუ თუ თვალებს დავხუჭავთ და ვიტყვით, რომ ვერ ვხედავთ ამას, ეს ხო არ შეცვლის არასდროს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არის. აი სამწუხაროდ ესე თვალდახუჭული ცდილობს, რომ უყუროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. და ეს არის უდიდესი პრობლემა. არ ვიცი, მე მგონი რაღაცა ეს ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცნაირად ადამიანებს ერთიანობა, ხო და ძალიან გულისხმება, რომ ვერ მივახციეთ ვერასდროს ქვეყანაში იმას, რომ დავინახოთ სად მიდის ჩვენი ფული, ხო? იმიტომ რომ ბიუჯეტიდან გადახდილი თუ დაფინანსებული პროექტები არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მიეწეროს რომელიმე მმართველ გუნდს. ეს არის ჩვენი გადახდილი თანხა და რაღაცნაირად მოქალაქეებმა უნდა მივახციოთ იმას, რომ თვალი ვადევნოთ, როგორ იხარჯება ჩვენი ფული. და საზოგადოებრივი მაუწყებელი სინამდვილეში უნდა ყოფილიყო ამის მაკონტროლებელი რაღაცნაირად. რასაც სამწუხაროდ ხო, ჯერჯერობით ვერ მივახციეთ ძალიან ბევრი წელი. რა ვიცი, კითხვები თუ გაქვთ, მეგობრებო? მოგესალმებით. ის მისმა საერთაშორისო ორგანიზაცია როა, ასოციაცია საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაერთიანება. აი მასთან რა კონტაქტი თუ გაქვთ კონტაქტი და რა რეაგირება ხდება იქიდან, იციან თუ არა აქ რაც ხდება, რა მდგომარეობაა და რამე პერსპექტივა თუ არსებობს მათთან ურთიერთობის დახმარებით რაღაცა რომ შეიცვალოს აქ. მადლობა პასუხისმგებლობისთვის.
ბევრი საერთაშორისო პრესის დაცვის ჟურნალისტთა დაცვის ორგანიზაცია გამოეხმაურა ამ ამბავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ააყენეს ეთერიდან. მათ შორის მათვე ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს, ალბათ ევროპულმა აუწყებელთა კავშირზე ლაპარაკობთ თქვენ, მოუწოდეს მათ, რომ დაინტერესებულიყვნენ საზმაოში მიმდინარე მოვლენებით. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრმა რაღაც სამოქალაქო გაერთიანებამ, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ გაუკეთა რაღაცნაირად მოკლე აღწერა, მოკლეც გრძელიც საზმაოზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამ ევროპულმა აუწყებელთა კავშირს. მათ შორის ჩვენც გვქონდა მათთან კომუნიკაცია. მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ისეთი არსებითი და ხელშესახები გამოხმაურება გქონოდეს ამასთან დაკავშირებით. ასევე რამდენიმე დღის წინ პატარა აქციაც მოაწყეს შვეიცარიაში ქართულ მცხოვრებმა ქართველებმა ამ იბიუს სათავო ოფისთან, მაგრამ ჯერჯერობით არ არის არანაირი გამოხმაურება. ჩვენ სოლიდურ თანხას ვიხდით სხვათა შორის საწევროს, იმისთვის რომ ამ ევროპული ამ თანხას თქვენ იხდით, ისე რომ იცოდეთ, იმისთვის რომ ამ კავშირის წევრი ვიყოთ. მე ვფიქრობ, ერთი თუ არა 200.000-ზე მაინც არის ლაპარაკი. ანუ სერიოზულ თანხას ვიხდით საზმაოს ბიუჯეტიდან. მას თვითონ მენეჯმენტს მე ვფიქრობ აქვს საკმაოდ ესეთი კარგი ურთიერთობა იბიუსთან, წლების განმავლობაში შენდებოდა ეს ურთიერთობა. შესაბამისად ამ წუთას ახლა რაღაცა ასე ვთქვათ ხელშესახები გამოხმაურება არა გვაქვს. რაც რასაკვირველია, საინტერესოა, რატომ არ ხდება ესე. მაგრამ ცხადია არის სხვა ორგანიზაციების და ინსტიტუციების გამოხმაურება. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ეს მეხსიერება და ეს რაღაც ასე ვთქვათ ეს ინფორმაცია პრინციპში გროვდება რეალურად, ამას ხა ვერსად ვერ წაუვალთ. თუმცა არ ვიცი რამდენად აქვს ხა აზრი მათთან კომუნიკაციის ასე ამ მიმართულებით კიდევ გაგრძელებას. ამ წუთას ესეთი არსებითი გამოხმაურება არ ქონიათ. ერთი გამოხმაურება იყო, რომ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ როგორც ხვდები კომუნიკაცია მენეჯმენტთან აქვს, ეს არის ძალიან საინტერესო, რომ რატომ ჩათვალა იბიუ, თქვათ, ნებისმიერმა ინსტიტუციამ, რომ საზმაოს ადგილობრივ, თქვათ, ქართულ საზმაოს წარმოადგენს მხოლოდ მისი მენეჯმენტი. მე თუ შევხვდები, მაგალითად, ოდესმე აი ამ კითხვას დავსვამ, ხო, რეალურად აქ 1100 ადამიანი მუშაობს თუ მეტი არა. ხო. კი, ცხადია, შეიძლება კომუნიკაციის გაგრძელება ხელს რა გუშლის. ცხადია, შესაძლებელია ურთიერთობის გაგრძელება. შეიძლება, კი. მაგრამ არის ბევრი, მე მგონი ისეთია, მე მგონი საქმის კურსში არიან, ინფორმირებულები არიან. ღირს ალბათ კიდევ ურთიერთობა პირისპირ შეხვედრები კიდევ უფრო შედეგიანი იყოს, ალბათ ღირს გაგრძელება ურთიერთობის. მე მგონი, რომ საზოგადოების წევრებისგანაც არიან ინფორმირებულები. უბრალოდ საქმე ის არის, რომ ალბათ რაღაცნაირად ძალიან კონკრეტული შეკითხვებით, ალბათ ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით შეგვიძლია მივმართ. ფაქტი ერთია, რომ იბიუ საინტერესო გაერთიანება არის ამ მაუწყებლების, ძალიან ესეთი კეთილსინდისიერი და ძალიან კარგად გაწერილი ჟურნალისტური სტანდარტით, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს სხვა ყველა მაუწყებელი, რომელიც ამ კავშირშია. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იბიუ სტანდარტების პირიქით. ჩვენ ვითხოვთ, რომ საზმაომ დააკმაყოფილოს ახლა უკვე იბიუ სტანდარტი. ამ წუთას საზმაო ევროპულ მაუწყებელთა კავშირის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ვერ გეტყვით. არც ვიცი, იცით, რამდენად შეიძლება რომ ახლა მოუწოდოთ რაღაც სადამსჯელო იმისთვის. წესდებაში იქნება ჩადებული გამოცხადება. იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, რომ რაღაცნაირად კი ეს ბიუროკრატიული ორგანიზაცია არის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წლების განმავლობაში გვეგონა და დარწმუნებულები ვიყავით, ეს უნდა ვაღიაროთ, ხო, რომ მოდით ბორდზე ნუ ვილაპარაკებთ, ახლა ბორდთან დაკავშირებით კითხვები 2017 წლიდან გვქონდა ჩვენ. მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში რაღაცნაირად გვეგონა, რომ რაღაც ძალიან საბაზისო სტანდარტზე ვთანხმდებოდით მენეჯმენტთან. ასე გვეგონა, ანუ
ასეა, იმიტომ რომ ის ასე წარმოადგენდა, დღევანდელი მენეჯმენტი ასე წარმოაჩენდა ამას. ასე აკეთებდა და აშენებდა ამ ურთიერთობებსაც ამ ევროპულ ინსტიტუციებთან. რამდენი დროც დაჭირდა ამის აშენებას და ამის წარმოჩენას და ამ წარმოდგენების შექმნას, რაღაც დრო ალბათ დაჭირდება იმისთვის, რომ უბრალოდ გავიაზროთ, ან გაიაზრონ ამ ჩვენმა პარტნიორმა ინსტიტუციებმა რეალურად, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხია, როდესაც ჩვენ დავიწყეთ IBU-სთან ურთიერთობა, ესეც უნდა გითხრათ, აქ აი ამ შენობის კედლებში გავრცელდა ესეთი დეზინფორმაცია, რომ ჩვენ ვითხოვდით, რომ IBU-ს გაერიცხა საზმაო თავისი რიგებიდან. ანუ ესე იგი, კიდევ ერთ რაღაც ევროპულ ინფრასტრუქტურას თუ ევროპულ რაღაც კავშირს გამოკლებოდა ქართული ინსტიტუცია, რაც არამც და არამც არასოდეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. პირიქით. ანუ ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ და ამას არ გაუშვებდით კიდევაც, ესე რომ მომხდარიყო. ამიტომ აქ ბევრი დიზინფორმაცია გავრცელდა ჩვენთან დაკავშირებით. აი ის, რასაც თქვენ ახლა გარედან აპროტესტებთ, აი დაახლოებით იგივე ფორმებით მოგვიდგნენ ადამიანებს, რომლებიც შიგნით ვიყავით და ვმუშაობდით. ამიტომ ესეც ძალიან საინტერესოა და ცოტა დილემურია, სრულგულწრფელი რო ვიყო თქვენთან, დილემურია საბოლოო ჯამში მოითხოვო, რომ ინსტიტუცია, რომელიც გინდა რომ აკმაყოფილებდეს მაგალითად IBU სტანდარტს, გაარიცხოს IBU, ამას ჩვენ არასოდეს არ მოვითხოვთ. ბორდის შეცვლის მოთხოვნა ხო შეიძლება? უბრალოდ ეს რაღაცა თანასწორი ურთიერთობებზეა, როგორც თქვა ჩანს დაფუძნებული და ისინი ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღონ აქ. არ შეიძლება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ამ ყველა ორგანიზაცია, უბრალოდ საქართველოს ორგანიზაციებსაც საკუთარი წესდება და მით მეტად წესდების ფორმატი ევროპიდან არის შემოსული და ევროპა მაქსიმალურად ნაეჭდა ფედერაციაზე წესდების დაკავშირებას. მათ წესდებაში აუცილებლად ეს ნეგატიური მომენტები იქნება ისრებია. ამისთვის მე ვფიქრობ, ჩვენ მუდმივია რეჟიმში ვაშრობდეთ მათთან, რომ ეს ბორდი შეიცვალა. ეს აქციები რომ მიწოდებია. აი იმისკენ რომ იქ ისმოდეს ქართული ხალხი საქართველოს მოსახლეობის პრობლემებზე და იქნება მეტი აქტივობა. არ ვიცი, ვერ დაგეთანხმებით. მე მეგონა და ახლაც მჯერა, რომ უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ თქვენი ხმა გაისმას პირდაპირ ეთერში. მე მჯეროდა და ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენ უნდა გვებრძოლა და ახლაც ასე ვფიქრობ, იმისთვის, რომ შეგახსენებთ, საიდან დაიწყო ყველაფერი. ჩვენ თანამშრომლებმა მოვითხოვეთ ღია ეთერი. ჩვენ მოვითხოვეთ ეთერი. მე ეხაც მჯერა, რომ ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოდეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ ადამიანების ხმა საზმაოზე ისმოდეს, აი რაღაცნაირად რომ აუხსნა რას ნიშნავს, ჩემთვის რას ნიშნავს, როდესაც ვამბობ, რომ ადამიანების ხმა არის მის საზმაოზე. აი ქართული ოცნების ამორჩეველის ხმაც არის მის საზმაოზე. და იცით როდიდან არის მის? ჯერ კიდევ არჩევნების წინ, როდესაც გამოთიშეს ეს არხი, რეალურად, აი მაშინ გადაწყდა ეს, რომ არ უნდა ისმოდეს კრიტიკული აზრი და ხალხის ხმა. აი რა ხდება არჩევნების წინ, აი სოციალური გადაცემის სპეციფიკა რო ახსნა. აი ჩვენ 12 წელია ამას ვაკეთებთ და ძალიან კარგად მივხვდით, როგორ ფუნქციონირებს ეს რაღაცა სოციალური სხეული არჩევნების წინ. არჩევნების წინ ადამიანებს სოფლებში, დაბებში, სხვადასხვა ადგილებში აქვთ იმედი რეალურად, რომ თვითმმართველობებს და გამგეობებს გააკეთებინებენ იმას, რასაც ისინი ვერასოდეს ვეღარ მიიღებენ არჩევნების მერე. აი მაგალითად შეიძლება წყალი არ ქონდეს სოფელს წლების განმავლობაში. და აი ამ პერიოდში აი მხოლოდ მოდით ქართული ოცნების ამორჩეულზე, ნუ ვილაპარაკებთ რაღაცა პროტესტში მყოფ მოქალაქეებზე, ნუ დავყოფთ ამ ადამიანებს. აი მოდით უბრალოდ ავიღოთ ერთი სოფლის მოსახლეობა, ან ერთი დაბის მოსახლეობა, რომელსაც არჩევნების წინ რაღაც კონკრეტული ამოცანები აქვს. ეს როგორი ამოცანებია? იცი რომ აი წყალი რომელიც წლები არ აქვს, უნდა რომ გააკეთებინოს გამგეობას. გაზი უნდა რომ გააყვანინოს. მეწყერზე რომ ცხოვრობს, უნდა რომ მოითხოვოს კომპენსაცია, ან უნდა რომ სახლის შეკეთება მოითხოვოს. მოკლედ რაც ეკუთვნის. აი ამ დროს ყველაზე აქტიურად გვიყენებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს და განსაკუთრებით სოციალურ გადაცემას, როგორც ინსტრუმენტს, რომ ზეწოლა მოეხდინა მაგალითად წინა საარჩევნო ზეწოლა მოეხდინა, ვთქვათ, აი იმ გამგეობებზე. აი ყველაზე მეტად მაშინ ჭირდებოდით ჩვენ. და აი ზუსტად მაგ დროს არჩევნების წინ
სინამდვილეში ეს ყველას უფლება დაირღვა. ნებისმიერი ადამიანის რა პოლიტიკურ აზრზე არ უნდა იყოს. ზუსტად მაშინ შეზღუდას ეს შესაძლებლობა. ანუ ზუსტად მაშინ გაქრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნებისმიერი შესაძლებლობა მოქალაქისთვის, ნებისმიერი პარტიული, ასე ვთქვათ, პრეფერენციის მოქალაქისთვის, რომ საზმაო, როგორც არხი, რომელიც მას სჭირდება გამოეყენებინა. ამიტომ ჩვენ რეალურად მე მესმის, რომ შეიძლება უნდა გავააქტიუროთ ეს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ არ ვიცი, ასე გულუბრყვილად გვჯეროდა, რომ პირველ რიგში დაირღვა ყველა მოქალაქის უფლება და ეს წელია უკვე 9 თვეზე მეტია ეს უფლება დარღვეულია. ამით ეს იყო საშიში ტენდენცია, ამიტომ ვიბრძანით ჩვენ ავტორიტარიზმის შემოსვლა საზმაოს კედლებში, ძალიან საშიში ტენდენცია იყო, რომ მხოლოდ ოფიციოზის პირიდან უნდა გაგეგოთ ამბები, ძალიან რეგლამენტირებული ფორმატიდან, როგორიც არის ახალი ამბების ფორმატი. რეგლამენტირებული ნიშნავს, რომ ანუ გაწერილია ფორმატი, რამდენიმე სიუჟეტი და ასე შემდეგ. სულ რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორია ახალი ამბები საზმაოზე. ამიტომ ჩვენ ვითხოვდით და ეხლაც ვითხოვთ, გონია რომ ყველაზე დიდი ძალისხმევა უნდა დაგვეხარჯა ამისთვის, რომ ეთერი მიეღო ხალხს. ერთ რამეს დავამატებ, იმიტომ რომ ეს ტენდენცია რაც საზმაოზე არის, ხო, არ ხდება მხოლოდ საზმაოზე, ეს ხდება ყველა არხზე პრინციპში. ხო, ხა თუ გავიხსენებთ წინადღების ამბებს, როგორ ტოვებენ ჟურნალისტები სხვადასხვა კომერციულ არხებს მათ შორის, ხო? და საერთოდ მიდიან ამ პროფესიიდან. სინამდვილეში ანუ ეს რაღაც საკანონმდებლო ცვლილებები თუ არსებულ თუ ახალი კანონების მიღება, ხო, რაც ქართულ ოცნებას აქვს უკვე მიღებული და მალევე ამოქმედება, ხო, რაღაცა ისეთ რეალობაში აღმოგვაჩენს ერთ დღეს, რომ უბრალოდ რაღაცა ამბის მხრობელი აღარ დარჩება, გვექნება რაღაც სათქმელი, უბრალოდ ვერ ვიპოვით გზას, როგორ მივიტანოთ ეს ამბავი ან სხვა ადამიანებამდე, ან იმ ხალხამდე, რომელმაც მერე ეს ჩემი ამბავი უნდა გაიაზროს და რაღაცნაირად სცადოს, რომ თუ პრობლემურია მოაგვაროს ეს პრობლემა. ხო, აი რაღაცა ძალიან საშიშ ფაზაში ვართ და ზუსტად აქ უნდა ყოფილიყო რაღაცნაირად გარდამტეხი და გადამწყვეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, რომელსაც დღესაც აქვს შანსი რომ თავარი მხრობელი იყოს სიმართლის. იმიტომ რომ უდიდესი დაცვა აქვს და ეს არის ჩვენი გადახდილი გადასახადები, არანაირი კომერციული და არანაირი პოლიტიკური შინაარსი შეუძლია რომ არ გქონდეს. ანუ ეს თავისუფლება აქვს, რომ უბრალოდ უარი თქვას ყოველნაირ პოლიტიკაზე და კომერციულ ინტერესზე და უბრალოდ ხალხის გამო და ხალხისთვის დაიწყოს ამბების მოყოლა. მადლობით მინდა დავიწყო, რასაც რეალური სივრცე მთელი ეს 12 წელი აკეთებდა, მგონია რომ განუზომლად დიდია ზოგადად მთლიანი ქართული დემოკრატიისთვის. იმიტომ რომ დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა ასახოს ის წუხილები და ის საჭიროებები, რაც აქვს ზოგადად საზოგადოებას. ანუ ამას მედია და თავისუფალი მედია და პასუხისმგებლიანი ეთიკური მედია რა ასე ვთქვათ მაქსიმალური რესურსით თუ დააკეთებდეს, რეალური სივრცე სწორედ ამას აკეთებდა. სხვა ალბათ რთულია წარმოიდგინო ერთ გადაცემამ რა უნდა შეძლოს მეტი, რასაც მთელი ეს წლები რეალური სივრცე აკეთებდა მთლიან ქართულ მედია სივრცეში, ხო, არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცა აქაც შეგვიძლია ის არგუმენტი, რომ საზმაო შეიძლება ქონდა უფუნება, რომ ქონოდა ესეთი გადაცემა და როგორც წარმოუდგენელ, ასე ვთქვათ, უსამართლობაში და ზოგადად ფუნქციების გაუაზრებლობაში ვართ, როცა ამდენი წლის მერე, როცა ამ გადაცემამ ამდენი ისტორია და ასე ვთქვათ, სარგებელი მოიტანა საზოგადოებისთვის, ვიღებთ რეალობას, სადაც არ გვაქვს. თუმცა ნუ ეს ლოგიკურია და არ გვიყვეს, ცხადია. უბრალოდ რაღაცა ესეც აღსანიშნავია. ამიტომ თელ გუნდს ყველას ვინც ამ გადაცემას ქმნიდა და მე მგონია რომ რეალური სივრცის ისტორია არ თავდება, გამორიცხული მგონია ეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალური სივრცე აუცილებლად დაიბრუნებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზმაო დაიბრუნებს რეალურ სივრცეს. ეს დრო აუცილებლად დადგება ჩვენი ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე.
ბევრი კითხვა მომდის თავში და თქვენს დაწუნებულად კიდე ბევრი გიქნებათ სასაუბრო, მაგრამ მე მაინც უფრო გაიხსენოთ თუ არის შესაძლებელი არ ვიცი ამ ფორმატში. საუბრობენ აუქციონები სამწუხაროდ ხო ალბათ არასდროს ყოფილა რაღაცა ბოლომდე ან თუნდაც მიახლოებული რაღაცა რედაქციო დამოკიდებულებასთან რაღაც გამონაკლისი ჩვენ ვისაუბრია შეიძლება იყო რაღაც ოღონდ ისიც რაღაც გარკვეული თვალსაზრისით 2012 წლის შემდეგ რაღაც რამდენიმე წელი ხო? ან ყოველთვის იყო და ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად დანიშნულდანავე მალევე მაშინაც იყო ხო ფაქტიურად რეალობის სიმცის დახურვის სურვილი და უბრალოდ რაღაცნაირად მოხერხდა მაშინ. მაგრამ აი ამ პერიოდში გინდაც მანამდე, გინდაც 2017-ის შემდეგ აი როგორ ახერხებდით თქვენ თუნდაც რაღაცა აი ფუნქციის შესრულებას, რასაც საკუთარ თავს უსახავდით, თუ იყო რა, თუ არის ამას საუბარი შესაძლებელი, რაღაც სხვადასხვა ბარიერები, თუ იყო რაც თქვენი აზრით სხვა შემთხვევაში ბევრად მეტ შესაძლებლობას და ბევრ მეტ თუნდაც სარგების მოტანას შესაძლებლობას მოგცემდათ. ან აი ეს მუშაობის პროცესი ამ ბოლო დაუშვათ 7-8 წლის მანძილზე ან უფრო მანამდეც როგორ მიდიოდა, თუ გძნობდით თქვენ თავს რომ აი რაღაც მანამდე ესეთ რაღაც ახსენეთ, რომ თქოს რაღაც მინიმალური სტანდარტზე შეთანხმებული ვიყავით. ანუ ეს მინიმალური სტანდარტი ასე თუ ისე იყო და თქვენ მეტაკლებად გეძლეოდათ რაღაც სივრცეში თავისუფლად მოქმედების თუ ჩანდა რაღაც სიტუაციაში, სადაც აი რაღაც გარკვეული შეზღუდვები, ბარიერები, რაღაც ცენზურის ნიშნები, ან სხვა საშუალებები ვთქვათ ტექნიკური უზრუნველყოფის შეზღუდვით და ასე შემდეგ დაბრკოლებები, თუ იყო ესეთი პროცესი. მადლობა. იცი რა ეს დაბრკოლება იყო, ოღონდ არ იყო მენეჯმენტისგან. დაბრკოლება იყო არსებული პოლიტიკისგან და აუხსნი, რასაც გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ საწყისებზე რეალური სივრცე რაღაცნაირად იმიტომ იყო მნიშვნელოვანი პროექტი, რომ ეს რიგითი მოქალაქეები იდგნენ იმათ პირისპირ, რომელთანაც მანამდე გზები არ ჰქონდა, არ მიესწრებოდა ხოლმე, ანუ არ შეეძლოთ მაგალითად სოფლის გამგებელთან ვისულიყვნენ და პირდაპირ ეთქვათ, რომ გამარჯობა, ამ სოფელს აქვს ეს ძალიან კონკრეტული პრობლემა და იქნებ ეს მოგვარდეს. აი რეალურმა სივრცემ რაღაცნაირად აი საწყის წლებში შეძლო ეს, რომ ეს რაღაცა პოლიტიკოსები და მოქალაქეები ერთმანეთის პირისპირ ყოფილიყვნენ, თვალებში ეყურებინათ ერთმანეთისთვის და ელაპარაკათ იმ რეალურ ამბებზე, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ. აი როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ეს გადაწყვეტილების მიღწევი ადამიანები გაქრნენ ჩვენი ეთერში. ყოველ ჯერზე და დაჟინებით ვაკეთებდით ამას მთელი კვირის განმავლობაში, რეკავდით, ვიწერებოდით იმეილებს, ვაწუხებდით ნაცნობებს, ვეძებდით კავშირებს და ასე შემდეგ, რომ იქნებ ვიღაცა მოსულიყო, რომელიც იქნებოდა მოპასუხე, რომელიც ითქვა ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან შეწუხებულები იყვნენ, აი რაღაცას ეთქოდა სამიგეშოს, რომ კი ბატონო, აი ვიზამთ რაღაცას, ხო? აი ესე შემოგვეცალა რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღები ხალხი და უბრალოდ რაღაცნაირად ესე აღმოვჩნდით უბრალოდ რაღაცა ამბის მომყოლებად თავისუფლად ყვებოდით, რომ აი აღწერდით, რომ ესეთი რაღაცა უდიდესი პრობლემა არის და ამას რაღაცა უნდა ეშველოს. უბრალოდ ვერ ვიღებდით პასუხს ჩვენს ეთერებში, როგორ შეიძლება რომ ეს კონკრეტული პრობლემები მოგვარებულიყო. მე მაშინ გაგცემთ პასუხს იმაზე იყო თუ არა ჩარევის მცდელობები და რაღაც დაბრკოლებები მენეჯმენტის მხრიდან. ალბათ უფრო არის საერთოდ მოკლედ იყო ნამდვილად რაღაც ოქროს ხანა, რომელსაც სოსო აღწერს. მე მახსოვს პირველად რომ დავურეკეთ, რამდენჯერმე ისე რომ ვურეკავდით აი ამ სამინისტროების და სახელმწიფო სტრუქტურების PR-ებს და ვეუბნებოდით, რომ აი მოგიწევთ ახლა რეალურად აი ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრს ან მთლიანად ვიციოს მოგიწევთ ახლა რომ დაჯდეთ სოფელი ჩანჩხალოს მოსახლეობის პირისპირ, რომელსაც სადაც აშენებთ ხეს და იქ გვირაბები გაგწყავთ და აკეთებთ აფეთქებებს, ხო? ანუ გაოცებულები გვიყურებდნენ და გვეკითხავდნენ, რომ როგორ წარმოგიდგენია ახლა რომ მინისტრი დაუჯდეს ამ ხალხს ალაპარაკოთ, მეკითხებოდნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ კარგად წარმოგვიდგენია და ეს ძალიან საინტერესო ეთერები გვაქვს. ახლა არქივს გადავხედე, მაგალითად მახსოვს უსახკარობაზე ვლაპარაკობდით და აი მახსოვს მაშინ არმანია იყო ქალაქის მერი, სერგენკო იყო ჯანდაცვის მინისტრი. აქეთ არ ვიცი, სხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ რომ ელაპარაკათ აი ამ ღირსეული თავშესაფრის
თემებზე როგორ შეიძლება ყოფილიყო და უსახკაროები იყვნენ, რომლებსაც ისინი ელაპარაკებდნენ და ესე პირდაპირ გულწრფელად თანასწორად უზიარებდნენ, რას ნიშნავს უსახკარობა მინისტრებს რა. ეს არის დაახლოებით 2013 წელი ეს პერიოდი. და მერეც გრძელდებოდა, ხო, აი გახსოვთ ალბათ გადაცემა იყო საყდრისის აფეთქებაზე, პანორამაზე მაგალითად და ასე შემდეგ. ერთი მარტო ჩვენი, ასე ვთქვათ, ეთერიდან არ გაკრიფილა ეს ოფიციოზი. ეს ოფიციოზი, რომელსაც შეეძლო პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და მოქალაქის პირისპირ დაჯდომა პირდაპირ ეთერში, მე ვფიქრობ სამინისტროებიდანაც გაიკრიფა. ანუ მოკლედ მართველი ძალის ეს ნაწილი ჩინოვნიკების, რომელსაც შეეძლოთ, რომ პირისპირ ელაპარაკათ მოქალაქესთან, არ ეშინოდათ ამის, მე ვფიქრობ, რომ თვითონ ამ სახელმწიფო სტრუქტურებშიც აღარ არის. რაც შეეხება რაღაც სტანდარტზე ვიყავით თუ არა შეთანხმებულები, ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩარევის ეპიზოდები არ ყოფილა, უბრალოდ 2017 წელს ვასილ მაღლაფერიძემ დაგხურა. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ყოველდღიური ეთერიც და ეს ყოველდღიური ეთერი ძალიან საინტერესო იყო, რეგიონებზე იყო აწყობილი. აი ყოველ დღე რომელიღაცა თვითმმართველობის წარმომადგენელს რაღაცნაირად ეს თავის ტკივილი ქონდა, რომ დაურეკავდა რეალური სივრცე და ეტყოდა, რომ როდის აპირებ, რომ თქვათ გააკონტროლო ეს ცხოველების სასაკლაო, რომლიდანაც სისხლი ჩადის მდინარეში, მე ეს მდინარე წავს მაგალითად ნიადაგს და ეს აწუხებს ხალხს. ანუ აი ასეთი ტიპის მიკროპრობლემებზე სულ იყო რაღაცა თავის ტკივილი ამ თვითმმართველობაში, რომ დაარეკავენ ხა ამ ტელევიზიიდან, თბილისიდან და მოგკითხავენ ამაზე პასუხს. ეს ყოველდღიური ეთერი გაქრა პირველ ყოვლისა 2017 წელს და დარჩა ეს საათნახევრიანი ეთერი ток-შოუ. მაშინ დაიხურა არხი. მაშინ ვასილ მაღლაფერიძე გამოვიდა და თქვა, რომ ეს არხი ტექნიკურად გადასაიარაღებელია, არაფერი არ ვარგა, არაფერი არ მუშაობს, ხალხი თბება ელექტროგამათბობლებით, მოკლედ რაღაცა სხვა თუ გახსოვთ ეს მატარებლის ფოტო რო გამოდო, მე მგონი მინდური მატარებლის ფოტო, მოკლედ შემიძლია ვიდეო გაგიზიაროთ ისტორიას. მოკლედ თქვა, რომ უნდა დავხუროთ ეს არხი, უნდა მოკვდეს ეს და რაღაცა ახალი უნდა დაიბადოს თავიდან. მაშინ აქ პირველად მე მგონი მოვიდა ხალხი საზმაოს შენობის წინ და თქვენს გააპროტესტეს. აქ ძალიან დიდი პროტესტების ისტორიაა, ძირითადად თუ გადადგომას ითხოვდნენ სამის დახურვას ან ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო პრეცედენტული შემთხვევა, აქ მოვიდა მაყურებელი და თქვა, რომ არ დახუროთ ჩემი რჩეული გადაცემები. და იყო ესეთი სლოგანი სოლიდარობა საზმაოს. ეს პრეცედენტული ამბავია ჩემი აზრით. მოკლედ, მაინც დახურეს და მე რაღაცა მაგ პერიოდში დაიხურა სალომე ასათიანის ინტერვიუ, წითელი ზონა, დაიხურა კომუნიკატორი, ესეთი გადაცემა. ეს იყო უწყვეტი პირდაპირ ეთერები, მეგობრებო, რომლის კონტროლი, პირდაპირ ეთერის კონტროლი ძალიან რთულია. მაგალითად, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შეეძლოთ მოსულიყვნენ და პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდნენ მიღწევებზეც, პრობლემებზეც, მოკლედ კრიტიკული ეთერები იყო. და ეს აილაგმა პირველ რიგში და მე კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, გავედით ამ კონკურსში და შედგა ეს რეალური სივრცე ток-შოუ კვირაში ერთხელ საათნახევრიანი ზოლი. რომ გითხრათ ახლა რომ ვიღაცას გაუბედავს და უთქვამს ჩვენთვის რომ ეს არ დაბადიჟო და ეს დაბადიჟო, არ ვიცი, აი მე როგორც რეალური სივრცის გუნდის წევრი შემიძლია თამამად თქვა რომ ჩემამდე ეს არ მოსულა. რასთან იყო შეჭიდებული ჩვენი პროდიუსერი, ეს ალბათ ჩვენმა პროდიუსერმა უნდა გაგვიზიაროს რაღაც მომენტში. მაგრამ მე არ მგონია რომ ეს ყოფილიყო რაღაც, რასაც თქვათ ჩვენ ვერ გაუმკლავდებოდით, ან ვერ გაუმკლავდით. ფაქტია რომ ჩვენ უნდა გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში და მანამდელი მენეჯმენტის პირობებში თავად მე მგონი ვასილ მაღლაფერიძეც რო იყო დირექტორი, მაშინაც ჩვენთან ჩარევის შემთხვევა არ ყოფილა. შეიძლება იყო რაღაცა ტიპის ტენდენციების ან მიმართულების მიცემის მცდელობა, ან შეიძლება ყურმოყრით ვიცოდით, რომ დიდად მაყოფილები არ იყვნენ ჩვენი საქმეებით, მაგრამ ჩვენთან ჩარევის შემთხვევა არ ყოფილა. ეს უნდა ითქვას, მაგრამ იცით რა არის, რაღაცნაირად ყველა სპორტული აქტივობა ემთხვეოდა ამ გადაცემას. ყოფილა შემთხვევები, რომ თვეში ერთი გადაცემა გასულა ეთერში მაგალითად და ასე შემდეგ. ხელშეწყობაც არ ყოფილა, მარტივად რომ გითხრათ რა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ როცა გქონდა ეს ეთერი, რაღაცას მგონია, რომ მნიშვნელოვანი იყო, რასაც ვახერხებდით. რაც შეეხება არჩევნების წინ, ჩვენ მივიღეთ მართლა ესეთი შემოთავაზება, რომ აი, მოკლედ ჩვენ ახლა გადავდივართ, მანამდე ჩემპიონატი იყო. უნდა გადახვიდეთ რადიოში, იყო ძალიან შეზღუდული რეგლამენტირებული ფორმატი, მე ეს ფორმატიც დასრულდა და ანუ ფაქტობრივად 9 თვეზე მეტია ეთერში არა ვართ სინამდვილეში. ანუ ეხლა კი აღარც ვიქნებით, მაგრამ 9 თვეზე მეტია ეთერში არა ვართ და აი წაღან ზუსტად მაგის თქმა მინდოდა და გავაგრძელებ ამ აზრს, რომ მე მგონია, რომ ეს რაღაცნაირი დავალება იყო რაღაცნაირი, არ ვიცი, გადაწყვეტილება, რომ არ უნდა გაჟღერებულიყო ადამიანების პრობლემები ამ პერიოდში პირველი არხის ეთერში. ანუ ეს იყო რაღაცნაირად მოსუფთავება, რაღაცა უსაფრთხოების გარანტიის მიცემა, რომ აი ესეთი რეგლამენტირებული ნიუსის ფორმატი უნდა დარჩენილიყო და დანარჩენი თქვა სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები და მხატვრული ფილმები უნდა გამორთულიყო. ძალიან მარტივად ვთქვი. კი, აი აქ არიან მაგალითად პროდიუსერები, ყველა პირდაპირ ეთერი გაქრა. გაქრა დილის პირდაპირ ეთერი, გაქრა შუადღის ეთერი, შაბათ-კვირის ეთერი. ბევრი ეთერი გაქრა. ოფიციალური მიზეზი იყო გადასვლა. ჯერ იყო ჩემპიონატი და შემდეგ იყო გადასვლა. ოფიციალური მიზეზი. არაპირდაპირ შეზღუდვებზე არაპირდაპირ შეზღუდვებზე მაგალითად ის ამბავი ზუგდიდში ისინი ბოიკოტი როგორ და ეს შესაძლოა მოჩეკი ეგ არის რაღაც თვალსაზრისი არა საერთოდ გამოუცხადეს მაგრამ ჩვენ შეგვეძლება გასავს კიკოზე მაგალითად ერთხელ მოვიდა და ნებართვის ადაგადაშინა რომ ანუ ეს არის უბრალოდ ერთი უპასუხისმგებლო გაშუქების ამბავი, რომელიც აისახა მერე მთლიანად თითოეულ არხზე. და რომელიც სხვათა შორის არამც და არამც არ არის კონკრეტული რეპორტიორების ბრალი. ზვიად რატიანის შემთხვევა იყო პირველი უმნიშვნელოვანესი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვიგზენით, რომ უხილავი ხელი იწყებს მოქმედებას ნიუსრუმში. და ეს იყო რაღაცნაირად გადატყდა რეპორტიორებზე, რაც ძალიან არასწორია, ჩემი აზრით, ეს იყო ესეთი სარედაქციო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა კონკრეტული გამოცდილების მქონე და გამოცდილების არ მქონე პროდიუსერების მიერ. მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტი მონაწილეობდა, ჩემი აზრით, ამ პროცესში. მე არ ვიცი რეალურად როგორ გადაწყდა ეს დილემა, ვიცი რომ შიდა დაპირისპირებებიც გამოიწვია ზვიად რატიანზე ვერ შეთანხმდა ნიუსრუმი. ზვიად რატიანის ამბავი როგორ გაშუქებულიყო, ეგ იყო უბრალოდ ის, რომ გამოუცხადა არხს ბოიკოტი ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა და ეს ბოიკოტი შეგვეხო ჩვენც. იმიტომ ჩვენ მუშაობ რეალურ სივრცეში, საზმაოს გადაცემა იყო. და ეს ძალიან პრობლემურია ცხადია, ხო, რომ რაღაცა ერთი რედაქციის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აირეკლება, ხო, გადაწყვიტა უცბად აირეკლა მთლიანად არხზე და რაღაცა კონკრეტული კრიტიკული ადამიანები უბრალოდ აღარ მოდიოდნენ ამ არხზე. და მე ბოლო შევიდა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვით ინტერვიუზე, რომ ის გაჟღერდაო, რომ თვითონ ჟურნალისტები ითხოვენ, რომ ტელევიზია გაირიცხოს ამ ხო, სიამბილეში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე საკითხი, როგორ მუშაობს ხოლმე პროპაგანდა. იქედან საიდანაც უნდა ოდესღაც ხედავს საფრთხეს, პირდაპირისებს შენ გაფრალებს თუ რაღაცა და მოხდება და თვითონაც შეიძლება დატოვონ, შეიძლება თქვა რომ ჟურნალისტების მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო და ჩვენ ხო, იმიტომ რომ თურქეთმა დატოვაო სტამბოლის კონვენციაო, ეგ ჩვენ განმოვიდეს ეგ საკითხი მაგალითად სამწუხაროდ. თქვენ თქვით რომ 2013 წელს იყო
დებატები ხორბე და დებატებში მონაწილეობდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები და ხალხი. და ნელ-ნელა გაქრა. აფრთხილებ თუ არა იმას, რომ ჯერ კიდე ინერციით მოქმედებდა მაშინ ის რაღაც გადმონაშთი რა, რაც მოყვებოდა. მაგალითად, ჩვენ კონვენციებს მოვაწერეთ ხელ იმ პერიოდში, შრომითა გაეროს კონვენციებს და თითქოს მიიწეს ხოლმე ამას ქართული ოცნება, რომ ეს იყო მისი მიღწევა და მაშინ ფულებს იწერდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მაგაზე ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული და უბრალოდ მაგითაზე დადებულ ფურცლებზე მოუწიათ ფაქტიურად ხელის მოწერა. და თვითონ თუ არა ეს იყო მაშინდელი ცოტა რაღაცა მიღწევები და მე ნელ-ნელა მოგიწიათ ამ რაღაცების დათმობა, თუნდაც ჯერ ერთი სივრციდან, თქვენი სივრციდან კი არა, თქვენი გადაცემიდან, მაგრამ სხვა გადაცემებიდან გაქრა და მე დადგა თქვენი ჯერიც. მე სწორად გავიგე შეკითხვა, თქვენ მეკითხებით, იყო თუ არა ეს თავისუფლება დანატოვარი წინა ხელისუფლების დროინდელი იმის რა ქვია? რაღაც პატარ-პატარა არა. წინა ხელისუფლების დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო იგივე პრობლემები, რა პრობლემებიც ახლა. სინამდვილეში ამის გააზრებაა ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტოა ეს საზმაოს მცველების, ასე ვთქვათ, საზმაოს მცველების პრეცედენტი, ამიტოა მნიშვნელოვანი. ჟურნალისტების ის ნაწილი ხომ არ იყო და შემორჩენილი, რომლებიც მაგალითად ესე გეგმავდნენ ეთერებს, არის? არა, ჩვენ გეგმავდით ეთერებს. ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები, რომლებიც ამ ეთერს გეგმავდით რეალურ სივრცეს. მაგრამ მაინც მნიშვნელოვან რაღაცას შეეხეთ, ჩემი აზრით. იცით რა მოხდა მაშინ, მე ადრე ვილაპარაკე ამ რაღაცა წრეზე და ციკლზე, რომელიც ამ შენობაში მეორდება უკვე ბევრი წელია. არ იყო თავისუფალი ნიუსრუმი წინა ხელისუფლების დროს. რომ გადახედოთ რეალურად აქ ხალხი მოვიდა ზუსტად იმიტომ, რომ ციხის კადრები გააშუქეს მეორე დღის საღამოს. ისიც ისე. და აი აქ დგას წინა დირექტორი და ამბობს, რომ უშვებ ყველაფერს ეთერში. ანუ იგივე პრეტენზიები იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ყოველთვის. და რაღაცნაირი ისტორია ვთქვა. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ამის ანალიზი არასოდეს ამის ანალიზი, აღიარება, მხილება, საუბარი, დისკუსია არასოდეს არ ყოფილა დღის წესრიგში. უბრალოდ რაღაცა ერთი ეპოქა მთავრდებოდა. ისინი, ვისაც მანამდე პრივილეგიები ჰქონდათ, ქრებოდნენ არხიდან, მოდიოდნენ ახალი ადამიანები, რომელსაც ასევე ეძლეოდათ პრივილეგიები. მე ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ პირველ ეტაპზე მმართველობის საზმაო არ იყო განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ფორმირდებოდა, ვთქვათ, სხვა არხები, რომელსაც რაღაცა თავისი მისია ჰქონდა იმისთვის, რომ ვთქვათ, არ ვიცი, მათზე იყო ფსონები, ასე ვთქვათ, დადებული. საზმაოს მიმართ როგორც ჩანს არ იყო მაღალი ინტერესი. არ ვიცი, მოჩვენებითად თუ როგორ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ეს პერიოდი, რამდენიმე წელი, როდესაც აბსოლუტურად თავისუფლად ყოველ შემთხვევაში ჩვენ და სხვა გადაცემების წარმომადგენლებიც ამბობდნენ, მუშაობდით. გვეძლევდა საშუალება, რომ გაგვეგეგმა და გაგვეკეთებინა გადაცემები და ეთერები ჩვენი აბსოლუტურად ჩვენი გადაწყვეტილებების, ჩვენი რა ვიცი, სარედაქციო, ასე ვთქვათ, სარედაქციო არჩევანის მიხედვით. ასე რომ ეგეთი მე ვერ გეტყვით, რომ ეს იყო რაღაცა ძველი, ასე ვთქვათ, სისტემების დანატოვარი. ნამდვილად ვერ გეტყვით ამას გულწრფელად, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც იტყვის და დაასაბუთებს კიდევაც, რომ წნეხი, ცენზურის სხვადასხვა შემთხვევები, შეზღუდვის სხვადასხვა შემთხვევები, მათ შორის შავისიები აქ იყო. წინასწარ გაწერილი ახალი ამბები, რომელსაც რო ჩართავდი ყველა არხზე ერთი და იგივე რაღაცას ამბობდა. მეცხრე არხის შემოდინება ხომ არ იყო ის დასაწყისი პერიოდი? მეცხრე არხის შემოდინება ესე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ პიკი დაიხურა და პიკის თანამშრომლები გადმოვიდნენ. მეცხრე არხის გარკვეული ნაწილიც თანამშრომლები გადმოვიდნენ და ყველაზე ისეთი მასშტაბური გადმოსვლა იყო GDS-დან, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა და მოიყვანა ბევრი ჩვენი კოლეგა GDS-დან. ერთად იყო, მაგრამ GDS-ი ზე არ მახსოვს.
ასულე, ხა? ხა. რა დრო დადგა რომ მოკლედ ჩვენ ვართ ფორმალურად მასპინძლები და სტუმრები, ესე ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ სტუმრებს მადლობა გადაუხადო და მადლობა თამარ ჩვენი ერაძეს და სოსო კაცის